გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამოწერება კარგო ხარხნო და პნევმატური იარაღის მოყვარულებო. აი ესეთი იარაღა სტუმრად აყვავს YouTube არხი უიარაღო თავადი. გვარი თავად ურიარ და იარაღიც აქვს, მაგრამ რა ვიცი, უიარაღო რატო დაერქვა არ ვიცი. მაგრამ ეხლა კადრში შემოვიყვან მობრძანდის პატივცემულო. მადლობა ჩემო. როცა ერთი არხი მეორე არხთან მიდის ხომ, მე არის საერთოდ კარგი. იარაღის განხილვები აქვს, მაღაზიებში დადის. და პირდაპირ მაღაზიაში სოლით ვერა, მაგრამ ფასი და რაღაცა თუ გინდათ, ამ არხს უყურეთ აუძილებთ, იმიტომ რომ მე ფასებს არ ვიძახი ხოლმე, იმიტომ რომ არ ვიცი. მაგრამ ეხლა ეს კაცი დადის უშუალოდ მაღაზიებში და იძახის ეს ამდენი ღირს, ეს იმდენი ღირს. იარაღის ამისია, რა ღირდა? ეს იარაღი მე ამერიკიდან ჩავმიტანეს. და ამ იარაღში გადავიხადე ძალიან ისეთი თანხა 550 ლარი. რასამო? მაგარია ფასში ჩავმიტანეს. ეს არის PCP ეგრეთ წოდებული. შტოგი. ნასოსი მომაწოდე და მაიტა ნასოსი ეხლა. მაიც ეს ნასოსიც მოყვა მაგფასში? ნასოსი რა ღირდა? მგონი თოფის ფასი. ნასოსი სადღაც 300 ლარამდელი, 250-დან 300 ლარი. ანუ ამაზე უკეთდება? ამაზე უკეთდება. ახლა მოიტანე. და ეს არის ძალიან დიდი წნევის. სადღაც ხალხს როგონია რომ ნასოსი რას დაბერავს 310 ატმოსფეროს ბერავს აი ეს ნასოსი. ეგრეთ წოდებული. ამას უყენია სხვადასხვა ავზები. ყველა PCP, ანუ ეგრეთ წოდებული ავზი, რომელ იარაღსაც უყენია, იტენება და იბერება, რა თქმა უნდა, ჰაერით. ნუ ანამით ან კომპრესორ. ხო, ელექტროებიც არის, კი ბატონო. ეხლა რაშია საქმე? ავზებს აქვს თავისი მოცულობა. ეს არის დაუშვათ 50-იანი, ვიღაცას აქვს 100. მინახი AMC-ის სქემებიც არის. 250-იანი, 500-იანიცა. მინახავს სულ აუზია და ტოპი არც მოჩანს. მაგრამ რაც უფრო დიდი ავზი, რა თქმა უნდა, წნევას მეც იჭერს. წნევას კი არა, ჰაერს იჭერს მეც. თორე წნევა ყველაზე აი, მოდი რამეს გეტყვი. ეს იარაღი, თქვათ, გავტენე. ვისოლე პირველი. და ვისოლე თქვათ 80 წვია. აკლდება ძალა? აი ამ აუზით, ამას შეუძლია 22 კარგი გასროლა გააკეთოს. აი ნახე მე ამნაირი პნევმატური იარაღების ჩემპიონატზე ვიყავი, გადაღებული მაქვს. როგორ რაღაცა ქონდა, იცი? აუზიდან გადადიოდა რაღაცაში წნევა და 100 წვია რო გესროლა, 100-ვეს აკეთებდა ზუსტად ერთი და იგივე ძალით. ეს იაფიანი თოფი როა, ალბათ მაგიტომ არის რომ რაღაც არა, ამ თოფსაც შეუძლია ეგენი გაუკეთდეს, მაგრამ აი ეს კომპის რო აქვს ზემოდან მანუმე რაც აჩვენებს. კი ბატონო. აქ ქონდა ორი ცალი. ერთი აუზის და მეორე იმისი ბრენდი. ანუ არის ხალხი რომელიც შლის ამ იარაღებს, შეიძლება გადააკეთო. გადააკეთო იმ გადასაკეთებელ რაღაცებს, გაზის დეტალებს რა, ცალკე თანხაა. არა, ნუ რა საკვირველია. და მე უკვე არის ადამიანები რომ მაგრამ რაც არ უნდა გადავაკეთო და გადმოვაკეთო, მე მაქვს ნასოსი და ვიცი რომ 25 გასროლას ეს აუზი გამოგეთებინებს. აი ეს რა არის? ეს არის მაყუჩი. ხმარ ვარა ხონდეს დიდი? ეს არის მაყუჩი, პნევმატურებზე მაყუჩი, ეს ქარხნულად მოყოლილი მაყუჩია, ეგრეთ წოდებული ცეცხლმაქრს ეძახიან. შეხედეთ რა, რო შეხედოთ ვერ წიტყვით რა, რომ ის არის, აი ამაზე ვეუბნეოდი, ანუ ახლა მოიტანე, აი ეს დაჭილი რო არის. უნდა რა ვიცი, აბა. შენ სხვა პნევმატურებიც აქონია, არის რამე განსხვავება, რომ აი ძალიან დიდი სხვაობა, აი თქვენ თვითონაც გაისვრით და კონტაქტს მოიგეთ. კონტაქტი კი, მაგრამ წეღან ფისოლე წერო თქვით, რომ აი რაღაც არანორმალურად ისეთი სპორტული სასახლეთი აქვს, თქვენ ამაზეც მიხვდებით, რა დონის სასახლეთია და ჭიდი უკეთდება თუ სათითაოდ? ჭიდი უკეთდება, მაგრამ სათითაოდ მაქვს ეხა ჩადებული, რომ ჭიდი სადღაც მაქვს და ვერ ვიპოვე და ისე ჭიდი აქვს 9-იანი ჭიდი მოყვება ქარხნულად. რა თქვენ შეგიძლიათ არის სხვადასხვა, მაგრამ უფრო დიდს ვეღარ ჩადებ ოპტიკასთან ერთად. მექანიკური სამიზნე ამ იარაღს არ ჩამოყვა. და ესე ოპტიკა. ხო, გინდა არა, მაგრამ აქ აი დასაყენებელია. ეს ძალიან კაია რა. შეიძლება დააყენო. მაგრამ კონდახი აქვს ძალიან ერგონომიული, აი ძალიან ისეთი რომ აი, ავიცი მე და ან მესიამონა კონდახთან ურთიერთობა. შესახედაოდ არის ძალიან
საერთოდ არ გავს იმის ტირისტობს რა. ტირისტობს ბრუტალური შესახედა. კი ბატონო. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ამაზე, მე თუ რა შეგზები მაქვს. უკან აქ კაუჩუკი, რბილი. აი ესეთი რაღაცა ფერები აქვს რატომღაც. აი ესეც. პლასმასია უღონთ, რეზინასავით არის რაღაცნაირი. სატენი ნახეთ ესა, დახრილი. ანუ აი ეს ნახეთ. ანუ თითით პირდაპირო ჩატენოთ. ნახოთ აბა პატივცემო. ნახოთ ერთი წამით აბა კიდე რამე მითხარი, ამაზე თუ რამე მიაღწევ. ხო, აი. იმიტომ რომ მე მოვიგიტანეთ. ნემატური არახთან ვაზნების ძალიან დიდი თხილად არ გაიხსნას. გაიხსნა, მაგრამ არა უშავს. ეს ბურთულებს ისვრის? კი. არა, ხოლოდის ბურთულებს არ ისვრის. არა, არ ისვრის ბურთულებს. კალიბრი რა აქვს? 4.5 რა თქმა უნდა. 4.5. ო, ეს არის ემაგეს ქვია სლაგი. აი ნახეთ. ანუ მთლიანი ტყვია. არ არის გაყოფილი ტყვია. ხო არის ეხლა კი. ვაზნები, რომელიც არის გაყოფილი. მაგალითად, აი ეს ვაზნები არის გაყოფილი. ხო, წინუო, ხო, ესენი აი ეს არის მხრეტავები. კი, ესენი მესამე. თავი როგორი აქვს? წვეტიანი თავი აქვს. წვეტიანი თავი აქვს. აი მაგ სლაგს გასროლიებთ. მოდი ამას გავვიცრი. აი სპეციფიკურისა აქვს რა. ეხლა ეს და მაქვს კიდევ ზუსტის როლისთვის არის ეს ტყვია ძალიან მაგარი. აბა რომელი? იცი? აბა. აი ეს. აჰა. შეგიძლიათ ჩაშქიანს რო ეძახი. ამდენის ქნებოთ აი. მოდი აბა ჯერ ამას ვისვრი. ჯერ ამას ვისვრი და შეგეთე. მიაწევ. ეს. ძიმი არ არის. თუმცა გამსუბუქიც არ არის, ანუ აი ესო ხის იყოს, იქნებოდა მაგარი ისეთი ძლიერი რა, ანუ მძიმე რა. მოდი აბა ვესწავლოთ. და ვნახოთ არას. ცელზე დგა. მაიც, მოდი. მოდი, ნახოთ. ათიანში ხარ. თითქმის 10-იანი ცხენიაში მოხდა. მაგრამ ის რა ქვია? რა გეგონება გამივარდაო, ძალიან გზნობიარე ისა რა. მოდი აბა ახლა კიდე ვისურვოთ. კიდე სლაგი თუ შეგიცვალოთ ტყვია. არა, ამით ვისვრი ახლა დავამოღამე. გადმოღდი ხელზე რა. ხო? რახან ეს ტყვია ვისროლე. სადუნდო ეს გვერდზე გავით. აი ეს არის ხლაფობთი რა ამ იმაში რა. აჰა. მაგრამ ესეთი იარაღი არის ზუსტი გასავლებისთვის. ეს არის წავედი და ბახბუხ და რაღაცები გავაკეთე რა. ანუ ეს არის ჩაუსაფრდა რაღაცას დადო. აი ეს რო უკეთია. მთელი სამიზნეა ესე დამიდის. რადგან მე მიჩეული არა ვარ, მაგრამ ტოპი არის როგორ გითხრათ რა. ჩემპიონატზე რო წახვიდეთ პნევმატური თოფების, აი ეს მაგრა გამოგადგებათ რა. ხმა აქ 0. აი აბსოლუტური 0 აქვს რა. მით უმეტეს ესეთი ძალით რო გაზი გადის, გაზი როგორ ჰაერი რა. ჰაერიც ხო გაზია, რა შეიცავს? ჟანგბადია, უმეტესი აზოტი და ნახშირორჟანგი. ქიმიაში არ გადავარდეთ, მოდი. ამა კიდე ვისროლო. მოდი, ვაფშე 10-იანში ხი. ეს მაგარი ზუსტი ტყვიებია ის. კი, 10-იანში მოვაყ. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი დამიდიოდა, რომ ერთი აქ მოხდა, ერთი აქ, მაგრამ აი ეს მოხდა აქ. რაზეც რა ვიცი, რა მე გავუწ, იმიტომ რომ თვითონ ის რა ქვია, სამიზნე კიდე ერთხელ ვტყვი რა, ძალიან ადიდებს და
ბადეს თუ დადიოდა. კიდე რა უნდა მეთქვა. ეს სამიზნე არ მომწონს. იაფიანი სამიზნეა 250 ლარი თუ რაღაცა ღირდა. თუ ყიდულობთ, იაფიანი არ იყიდოთ. კი ბატონო, ამას არ აქვს დარტყმარც ხმა, ანუ რყევა არ აქვს, ამას არ აურეს, მაგრამ თვითონ არის უხარისხო გახედავთ თუ არ ეგრევე მიხვდებით რა, რომ აი ძველებურ დურბინში თუ ბინოკლში თუ გაგიხედიათ რაღაცნაირად სხვანაირად რო აჩვენებს რა. ტყვი ეხლა არა დევს. ამას მაინც ისე მოეკეცით როგორ დატენით, არასოდეს არ ისახნათ რა ქვია. ადამიანს არ მიუშვოთ, არ იფიქროთ რომ ამას ძალა არ ექნება. კიდევ ერთხელ შეხედეთ როგორია წინიდან. შესახედაოდ არის ძალიან მაგარი ხელში ჯდება. აი როგორ გითხრათ, ძალიან ერგონომიულია ხელს რომ მოკიდებთ, აი ესე კარგად ჯდება. დამიზნებითაც სუბუქი იქნება სადღაც 1-3 კილო. შეიძლება არცა 2 და 800 ეგრე რა. და კაი ოპტიკის წყალობით ესე თოფს თუ იყიდით, არ ვიცი ახლა როგორ ჩამოიტანეს იარაღი, არ პრობლემა არ. ჩამოტანილი ქონდა და აქ ვიყიდე. აჰა. ანუ შენ ამის ჩამოტანის გზები და რამე არ ვიცი არანაირი. არ იცი. მოკლედ რავი, თუ ხელში ჩაგივარდათ, ან ესეთი რამე ქონიათ. ბატონი გიორგი თავის იმას იღებს. ამიტომ თუ ვინმეს მოიწვევთ ხოლმე, საშუალება ეცოთ იმათაც გადაიღო, რაც უფრო ბევრი ხალხი გაიცნობს იარაღის გამხილულ ადამიანებს, ერთმანეთს ხელ შეუწყობთ. თუ ვინმეს იარაღი გაქვთ, კიდე შემოგვეხმიანეთ. ჩვენ არანაირი სპონსორი არ აყავს, ყავს მხოლოდ მაყურებელი, ხო და ვისაც მოაქვს ჩვენთან ეს იარაღები და განხილვას ვაკეთებთ. ნახე არხს წედებს 2200 ვიდეო. ჩემ არხზე 4 წლის განმავლობაში. აი დაჭრილ ვიდეოებიც არის მაგაში შედის, მაგრამ 1500 ნაღდი იარაღი განხილული მაქვს. ასე რომ თქვენი წყალობითა დიდი მადლობა სულ ყველას. შემომეხმიანეთ, მომწერეთ. მე შეხვდეთ ვისურვოთ, აი პულიცავ ჭამოთ ხოლმე. ბატონო. კიდე ეგეთი არხი არის, ქვია Topcast-ი. ამას შემომეხმიანეთ და მაგათაც ჩავიწერთ. აი ესეთი ტოპი გაგაცანით. ჩემთვის ძალიან ესეთი შესაძლოა რაღაც უცნაურია რა, უგონთ უცნაური კაი გაგებით. აი შეხედეთ, ვანო შენ რო იცი ხოლმე ეგრე გადაიღე. აი ესეთი და აქ შეუძლია, ანუ ძალიან ის არის რა ქვია, აი ხო უნდა მეთქვა რა. აქ წველი, ანუ უყურეთ. ამას ცელიდან ესე მოხსნით, ცალითითით, მერე გაისვრით. ეგრე მერე დაკეტოთ. დანარჩენი ამას ისეთი არაფერი არ აქვს. კლასიკაა რა და ლამაზი მოსახერხებელი სანადიროდ გამოგადგოთ. პატარა ცხოველზე და ფრინველზე ამას იდეალურად გამოიყენებთ. რაღაცა დაჯდეს, უეჭველი ამითი მოხსნით. მაგრამ გადამფრენ ფრინველზე ამ გონი ნადირობა მარტო დაშვებული. ჩიტებს მე არაფერს არ ვუჩი, საერთოდ თქვი ზოგი მწერს რომ რატო ხოც არავის არაფერს არ აკვლა, უბრალოდ ვიძახით, უნადირობა გადაწყვიტეთ, ამითი ინადირებთ, ძიმე ტყვიებიც არის, მხრეთი ტყვიებიც არის, ასე რომ პატარა ცხოველს აი შეიძლება მელიაც თავში მოარტყით მოკლას. ამითი გამოგემშვიდობებით. ეს იყო ამიერის განხილვა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.